სამშობლოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპული გმირები დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენეს. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით 9 აპრილის მემორიალი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ გვირგვინით შეამკეს. დეტალები ნახეთ ჩვენს სიუჟეტში. სამშობლოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსენების დღესთან დაკავშირებით 9 აპრილის სკვერში ღონისძიება გაიმართა. დღე ტრადიციულად 9 აპრილის დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდით დაიწყო. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ დაღუპული გმირების სახელობის მემორიალი გვირგვინებითა და ტიტებით შეამკეს. ემოციების გარეშე ვილაპარაკო და გაიხსენო ეს პერიოდი. ქართველები ამაყები უნდა ვიყოთ, რომ ასეთი ხალხი ყავს, რომ ისტორიაში ასეთი მომენტიც აგვაქვს. ამავე დროს მე მინდა მეულოთ, რომ მთელ საქართველოს, რომ ჩვენ მივდივარ თავისუფლების გზაზე, თავაწეულები და დარწმუნებული ვარ, ბოლომდე გავივლით ამ გზას გამარჯვებულები. საქართველოს უახლესი ისტორიის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი დღე არის 9 აპრილი. იმიტომ რომ ამაზე უფრო მნიშვნელოვანი დღე არ ყოფილა 9 აპრილს საქართველოს მოქალაქეებმა, მოსახლეობამ, ერმა გამოხატა სურვილი, რომ ყოფილიყო თავისუფალი სახელმწიფო და სწორედაც 91 წლის 9 აპრილს გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. ამის შემდეგ სკვერში პერფორმანსი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა კულტურის ცენტრის მხატვრული კითხვისწრის ბავშვებმა მიიღეს. ახალგაზრდება სამშობლოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა თემატიკაზე დაწერილი ლექსები წაიკითხეს და წუთიერი დუმილით მათ სულებს პატივი მიაგეს. ესეთი წლები იყო, როდესაც ქართულმა საზოგადოებამ დაიწყო გამოღვიძება და დაიწყო წინააღმდეგობის გაწევა იმპერიალისტების მიმართ რა. და ეს გოგოები და ბიჭები, ეს მცოვანი ადამიანები შეეწირენ ამ პირველ ნაბიჯებს, რომელიც იყო გადადგმული საქართველოს დამოუკიდებლობისათვის. საქართველოს მიულოც, რომ დღევანდელი დღე, მიუხედავად იმისა, რომ 9 აპრილი არის ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო ტრაგიკული დღე, ამ დღემ გააერთიანა მთლიანად ქართველი ერი და მისცა დასაბამი ჩვენს სწრაფოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისაკენ. მინდა ქედი მოვიხარო აი ამ უახლესი ისტორიის გმირების წინაშე. 9 აპრილის ტრაგედიიდან 26 წელი გავიდა რუსთაველის გამზირზე საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. დაღუპულებს შორის, რომელთა რიცხვმა 21 შეადგინა, უმეტესობა ქალები იყვნენ. მათ შორის სკოლის მოსწავლეებიც, დაჭრილები და დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოწამლულები. ამის შემდეგ ქართველმა ხალხმა 9 აპრილი ეროვნულ დღესასწაულოდ და ეროვნული ერთიანობის დღედ გამოაცხადა, რომელიც ყოველწლიურად აღინიშნება. Sarkmas vats qdebit shtovi